გამარჯობა მეგობრებო, დღეს 10 ოქრონგია და მოგესალმებით ტვინის გასაღების 32 ეპიზოდით. მე გახლავთ საბა ჯანაში ამ გადაცემის წამყვანი და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა. 4 ოქრონგი არა 10 ოქრონგი არის. 10 ოქრონგი ვთქვი. კი, 10 ოქრონგი. 10 ოქრონგი ვთქვი, 4 ოქრონგი გავიგე. ხო. ან შეიძლება დამახსოვრებული მქონდა. კი, ანუ ეხლა აი ჩვენ საუბრობთ რომ კითხოთ გასცეს რომ რა ოქრონგიო რეებს ლაპარაკობენ ეს მოდავი. მაგრამ შეიცვალა კალენდარი. მაგრამ ანუ წვრილი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა დღეს გვექნება ძალიან სახალისო 7 წყნარი გადაცემა, როგორც გიანონსებდით აქამდე და ვამბობდით რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ესეც უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ არანაირი სიმართლის მარცვალი მეორე მხარეს არ იდგა. მეგობრებო, კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწვიოთ ჩვენი არხი, გააზიაროთ, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის და თითოეული გამომწერი ადამიანი და ვინც აქტიურობთ, ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს და ხვდებით, რომ ყველა არ ვაკეთებთ ამ საქმეს რა. ნამდვილად მეც მოგიწოდებთ, რომ დააჭიროთ ზარის ღილაკს, გამოწერის ღილაკს, თქვენთვის მართლა არაფერი არ არის და ჩვენ ძალიან მაგრა გვეხმარება და დიდ мотивაციას გვაძლევს. თორნიკე, მოკლედ დღეს ვიტრიალებთ ჩვენი 4 ოქრონგის ირგვლივ და მინდა ამ ვიდეოთი გავხსნათ რა, როგორ იწყებოდა ყველაფერი რა. შვიდობიანი დამხობა? შვიდობიანი დამხობა. ამელად დავიკითხო რომ ყველა მოასწროთ გაგება შინაარსის. 4 ოქრონგის ეროვნული კრების დეკლარაცია. არა ეს გულწრფელი კაცი არის, კარგი. 4 ოქრონგი ესე იწყებოდა რა, ყველა განურჩევლად. სქესისა თუ ასაკისა ამბობდა რომ 4 ოქრონგს დაიწყებაო, 4 ოქრონგს დამთავრდებაო. და ანუ ვაფშე არც არავინ აბსოლუტურად უშებდა და აგენ ნახავდა 3-ში გაიქცევიან და 4-ში წაიქცევიან და ამას იზავენ და იმას იზავენ და აი ჭკუაზე არ იყვნენ და ანუ აი ერთმანეთს ასწრებდნენ რომ ეთქვათ ესეთი რაღაცები და ანუ დადგა 4 ოქრონგი ეს ცირკი ვიხილეთ, ანუ იმდონის ცირკიდან რომ ანუ ცირკში კიდე რაღაცა შეთანხმებულად მიმდინარეობს, რომ აი ხა მაიმუნი გამოვა, ლომს შეახტება, ლომი იმაში გაძრება, რაღაცნაირად ლაგდებიან. განრიგი არის რა, რა არის შემდეგი. შენ წარმოიდგინე, რომ აი მანდრო ამ ცირკში რომ უცებ ლომი რო გამოდის, უცებ მაიმუნიც რო რაღაც ცეცხლში აპირებდა გადახტომას. მიხვდი და აი მანდრო ერთმანეთს ეჯახებიან. აი ეგეთი რაღაც მოხდა. იქ არავინ არ იცის, იქ უყარა იყო ჩაფიქრებული თუ იქ ვინა ვის სადრა ქონა ჩამარხული თუ რა იყო, მაგრამ ფაქტი რაც დავინახეთ, ის რომ ეს ხალხი იქ შეიკრიბა და 4 ოქრონგს და დაიძრა პრეზიდენტის სასახლესთან უბრალოდ გასაპროტესტებლად, სადაც დახვდა ჩაკლებული ისინი, რა ქვია, ღობეები და ეს ღობეები მე როგორც ვიცი, ვაფშე რომ მივიდნენ ახლოს რა, ამ ღობეებზე ეს ღობე ისე იყო მოყანყალებული უკვე, რომ ვარდებოდა რა, იქცეოდა და ამათ ქონიათ რა პონიც, რომ ვაიმე პრეზიდენტის ღობე ეს დაჭერის დროს თუ მე ღობე ხომ ძიმე არის ზოგადად და ამ დაჭერის დროს თუმე ამ ღობემ გადაიყოლა ყველა და ჩაცვიდნენ იმაში რა და მე მივესალმებ, მე მგონია რომ ეგრე იყო. ესეთი რავი ხა პრეზიდენტის სასახლის ღობეს კი არა ძრო პირიქით უნდა მომძროლ ღობეს რომ ამაგრებ ეს დიდი თვითცულოვანი საქციელია ძალიან. მე ეგრე მგონია ორდენები უნდა გადაეცეთ. მოვითხოვოთ ყაველაშვილს, მოთხოვოთ რომ გადასცეს ამ ხალხს. იქვე უნდა გამოვიტანოთ, ვაფშე იქვე უნდა ჩამოერიგებინათ. კი არ უნდა ისჭერდეთ, ამათ ღირსების ორდენები უნდა გადაცეს აკეთოს. რა მოხდა? მოდი აი კაი. საქართველოს შენობა გადაარჩინეს პრაქტიკულად. ანუ კიდე კაი რომ მურთაზი და ბიჭები იქ ჩავიდნენ თორე ხა რავი ის ღობე უბრალოდ გადავარდნილი იყო იქ იმეს დაცემოდა რაღაცა ხო და მაგალითად ეუნებ შეიძლება მოქალაქეს გაევლო და რა მოდი კაი ცოტა სერიოზულად რა მოხდა 4 ოქტომბერს რა ეს რა იყო აი რა იყო ეს უბრალოდ აი ეს ჯერ სახალხო ფიცი თუ შეკრება თუ აი ანუ ჩვენ გვინდა ესე არ მოაქვეყნეს ხო ვინც დასაჭერი პირების 5 ადამიანის დასახელდა და ვინც ეხავე ბიძინა თქვა ბოლოს ეს დრამატურგია შემოიტოვა ბოლოს ის და მე-6 ბიძინა ივანიშვილი და იქ და მაგარი მანი გატარა ხო და მოდი აბა მივყვეთ ხა და მან კიდევ მნიშვნელოვანი რა არის იცი რომ აი ხალხი ხო დგას იქ ხო ტაშ უკრავენ ამას და პირდაპირ ხო გადატრიალებაზე საუბრობენ ყველაფერზე და ეს ხალხი ამის ანუ თანამონაწილეა რა არ უარყოფს არავინ იქ ხო რაღაცა ჯგუფის არ გონო მე ამას გავემიჯნების არო ყველა ეთახმებოდა ბურჭულაძის და ზოდელავას
სიტყვებს ხო ჯანკს. ხო პირდაპირ ლაპარაკობენ ეხლა რა დაიწყეს ვირთხეს ხო იცი ვირთხებს რო ჩაკეტავ ერთ სივრცეში და საჭმეს რო ისინი ერთმანეთში ჭამას იწყებენ ზუსტად აი ეხლა ერთმანეთის ჭამაში და გადაბრალებაში არიან იქ ახლა გამოდის და მე სამზარეულოდან უყურებდიო იქ ვიღაცა რო გაიქცა ამერიკაში ვიღაცა ერთ-ერთი თანამდებობის პირი იმაში სუში თუ სადღაც თავდაცვაში იყო მე მგონი ეგეც აქედან მაგრა აგიტირებდა და ეხლა ლაპარაკობს რომ მეო უბრალოდ ორგანიზატორი არ ყოფილ უბრალოდ გულშემატკივარი ვიყავი ამ პროცესებში გულანთებული ის ვიყავიო მოქალაქე არ შეში არ ვიყავიო იქ აგერ ახლა ეხლა გამოვიდა დღეს და თქვა რომ მეო სამზარეულოდან უყურებდიო ამ ყველაფერსო და ძალიან მცხვენია და მიტყდებაო რომ იქ არ ვიყავიო აი ესე არის მეგობარო რა ესე რაცაც გვაყრიან თვალებში რა და იმითია იმედენი რაღაციდან მინდა რომ დავიწყო რა რომ ვერ ხო მოდი ეხა ერთი გზა ავირჩიოთ და მივყვეთ რამ შეიძლება გადაგაწყვეტინოს ანუ ესე არ ამყარად თან ანუ არავინ რო ეგეთი ინფორმირებული არ არის ეხა მე დარწმუნებული რომ იქ ხალხის მინიმუმ ნახევარმა ის გეგმა არ იცოდა რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა ხალხმა სავარაუდოდ არ იცოდა ხო ანუ მე მინიმალური მაგრამ ნუ პირდაპირ გამოცხადებს ზოდილობა ხო აი მე ჩავრთო იქ გამოცხადა ვიღაცა გარკვეული ჯგუფიც გაყვა კიდევაც ანუ მაგას ვიძახი ნახე იქ გავს იმ ყველაფერს რომ ესე ადგა და ანუ იხელთა მომენტი სადაც ამდენი ადამიანი შეკრიბა ამდენი რა მომენტ რა თავის პონჩი ბევრი და გადახედა და აი მომენტი და წავიდი. აი დაახლოებით როგორი რაღაცა იცი, ჩემი აზრით რაღაც მომენტში ვხედავ ეგეთ რაღაცას, რომ მე როგორი რაღაცა გაკეთო, იცი? რომ ჩემ მეგობრებს მაგაცებს ნაცნობებს ვიღაცა ყველა დავპატიჟო სადმე რა, დაბადების დღე მაქვს თქო და ყველა დავპატიჟო ერთი 100 კაცი და უცებ რომ აი მოსულები უკვე ერთი ჭიქაც რომ დავლიოთ და რომ უთხრა რომ აგერს, ნუ გვერდზე შენობიდან მაგინა ამ კაცმა წავედი ამასთან და ხო იქიდან ეხა არ არსებობს რომ იმეს სტუმარი დარჩეს სუფრაზე და მე არ წამომყვეთ, ხო? იმიტომ რომ ნუ იმის აი ცოტა აზდის ეგეთი სუნი რომ მიხვდი აი უცებ ამან ეს ისინი და რამე დაირაზმენ თორე მაშინ ყველა წავიდა ხო ფაქტია მაგრამ ვიღაცას ვისაც ეყო ცოტა იმდენი ის ნუ იქ აი მაგრამ ნახე რა დავინახე მთავარი რომ ვინც ბლატაობდა მანამდე ვინც ვისაც თავი ხოძე ეგონა მოტყუილად იქაც არა ეგონა პოსო ვინც თამაშობდა მას ყველამ უარყვეს ხალხი ყველა გაემიძნენ მე იქ ვიყავი მე იმას ვასხავდი იმას წყალს ვასხავდი იმას ეხა მივყვეთ აი ამ თულად ხო გახტავა ეხა ბატონ პატას ამ მომენტი კონკრეტულად მე მგონია რომ თეთრ ბილეთს შალიჩობს არ ვიცი მგონია რომ თეთრ ბილეთს შალიჩობს რა იგეჟია და მოდი რა უკურნალოთ რა იმიტომ რომ ესეთი არაადეკვატურობა ამ კაცს სადმალავდა ამდენი წელი ამ ყველაფერს აი ბოლო 5 თვეში რა კომენტარებსაც აკეთებს ამდენი წელს არ ვიცი მაგრამ მე ამ კაცისგან არასდროს ესეთი რაღაცა არაადეკვატური რაღაცები არ მომისმენია ხა იდღეს 4 ოქტომბერი ის იქნებაო რა ქვია ისტორია შეაფასებს ამას გამარჯვების დღეთო და იქ რაღაცა 4 ოქტომბერი სპეცრაზმელები ხო ბოდიში ხო ოქრონგ ჩვენი სპეცრაზმელები გვეგონა რომ ჩვენთან გადმოვიდოდნენ და მე იქ არაფერს შუაში არ ვიყავიო მეო იქო უკვე რომ მივედი უკვე ღობე გადაანგრეული იყო და იქ მივედიო რომ ხალხი დამეშოშმინებინაო რას აკეთებთო ხალხო ანუ ჯიგარი ხო და ანუ მან და რაღაც მომენტში დაჟე იმის თუ ჯეროდა ხა რომ 4 ოქრონგს გადავარდებოდა ყველა სამში ისინი გაიქცეოდნენ და ეგენით მაგის თუ ჯეროდა მაშინ ჩემი აზრით იმ ლოგიკას ვიყოთ რომ იმისის ჯეროდა რომ მომენტი იქ რომ ცუდად გახდებოდა ვაიმე და რამე და ცუდად და აი პატა სად არის დასაჭერად რომ მოვიდოდნენ და მაგრამ ორი მომენტი არის პატა სად არის რომ იჭერენ წარმოიდგინე და პატა სავატყოში პატა სავატყოში მაგრამ არის ორი მომენტი რა ბოდი შეგაწყვეტინებ რა ან ერთი არის რომ მოიტყუა და ვითომ ცუდად გახდა ან მეორე მომენტი არის რომ მიხვდა რომ რა ბონდიში თქვენთან და მართლა ცუდად გახდა მე ხე აი გული აუჩქარ მე მგონია რომ მართლა ცუდად ინერვი მიხვდა უკვე რაშიც ქონდა გაყოფილი თავი და ალბათ მართლა ცუდად გახდა რა ხო და მაგას გეუბნები ან ითამაშა ეგ ან მართლა გულწრფელად ძალიან შეეშინა და გული აუჩქარა და თან ასაკშია კაცი მაგას ეგეთ რაღაცას ადამიანი იზავს ორ შემთხვევაში ან მართლა იცი და დარწმუნებული ხარ ვიღაცას ელოდები და ვიღაცა გვერდში უნდა დაგიდგეს ისეთი ვის გამო შენ ამ რისკს და მიდიხარ და ამას აკეთებ ერთი ეგ არის ან მეორე მართლა ცოტა ან ორივე ერთად არ გამორიცხავს ცოტა ანუ ჩაინიქში ცოტა დაწვა ხო და ან ორივე ერთად არ გამორიცხავს ესენი ერთმანეთს ანუ ესეც იყო და პახოდო იმედი ქონდეს მეღაცის რა არა მაგაში რო ხარო მაგას ამ ორგანიზებ უკვე ეგ ხარ მაგრამ
მარტო ეგეც შეიძლება არა, იყოს. აი ალბათ მე ხონდა ზოგადად. გასუსმა ხო ამოიღო აგერი იარაღები და ის და პირდაპირ ჩანაწერი ვიდეოები ამოიღეს ტელეფონიდან აი ბრალდებული ვინცაა ვისაც ეძებენ ახლა გაქცეულია მე მგონი. ის ჟურავლიოვი თუ ვიღაცა? არა, ქართველი, არა, ქართველი ტიპი რა, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს ვიდეო თავის ტელეფონში ნახე და ვიდეოში სადაც ლაპარაკობს რომ ადგილზეა ყველაფერი და ამათაც მე ვიცი ეგ ინფორმაცია რომ ესე რომ ამათ იმედი ქონდათ რომ უკნიდან ვიღაცები ცეცხლს გახსნიდნენ. და ფაქტი ხო არის აგერ აი ის იარაღი ალბათ მაგ იარაღებით, მაგრამ არა, რაღაცა უნდა გქონდეს მართლა რაღაც ის არა არსებობს ხო? და კიდე ის აბსურდი, აი სრული აბსურდი ვიღაცები რომ ესო ოცნების და სუსის მოწყობილიაო და ეს აი როგორი ბოდვა არის, აი როგორ შეიძლება, როგორი კომპრომატი და როგორ უნდა დააჯერო, აი ამ ეს ხუთი ტიპი რო ავიღოთ კონკრეტულად ვითომ ორგანიზატორები ყველა თავი და აი ეს ხუთი ტიპი როგორ დაარწმუნეს იმაში და როგორ შეაშინეს ისე რომ უთხრეს რომ ეხა თქვენ მოდით შეიკრიბეთ, ანუ ოცნება მუთხრე რომ მოდი ეხა თქვენ შეიკრიბეთ, ახლა პატარა მინი აჯანყება მოაწყოთ და მე თქვენ გაგიშვებთ 9 წელი სროგზე. ან ეგეთ ხო აბსურდი არის. ან შეიძლება აი ოცნების ტიპები ჩემი აზრით უფრო ისინი იქნებიან, ну ეს ვარაუდი ზონის, ვინც გაარიდეს ამ პროცესებს. გვარამია, მელია, ხოშტარია, აი ესენი უფრო ოცნების მართული ტიპები, რომელიც 3-5 თვიან სროკებზე გაუშვეს და მიაძინეს რომ პასუხისგებლობა მოაშორეს. ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე ესენი როგორ შეიძლება იყვნენ ახლა. აბსოლუტურად გეთახმები. კითხვა დავუსვათ მარტივად რა. ყველა ადგენენ ანუ ყველანი არიან ციხეში, არავინ ხო ხდება, ყველა მშვილად წყნარად ზის, ვინც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ისინი გამოგუშვეს გარეთ, მიდით არჩევნების საზღვარგარეთ მიეს, მიდით მოუ რა. არჩევნების გაყალბებაზე ხო ვერავინ ვეღარ ლაპარაკობს, იმიტომ რომ აღარაა რა სალაპარაკო. ფაქტია, რაც იყო, ის იყო, რაც დაჟეთ ვითონაც უკვე არის, რომ შეეგვენა. ეხლა იმაში რა ქვია, მე რას ვფიქრობ უბრალოდ რა, რომ ბუშინო უსმენდი გრიგოლ გეგელია, ყავთ მოწვეული და ეკითხებიან, რომ აღიარებთ არჩევნებს, ხო მიიღეთ მონაწილეობა, აღიარებთ არჩევნებს. არა. აბა საკრებულოში როგორ შედიხარ? არა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთო ყველანაირი შესაძლებლობა, ყველგან უძორს. აბა, შენ ხო იმ საკრებულოში ხო იმითი შედიხარ, რომ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგების დაალაგდიო. მაქედან გამომდინარე ხო? გაურბი, აი ეს ვერ აი რაღაცა ხო არსებობს ბიჭო რომ სადღაც რომ მიდიხარ და ხვდები შენ თვითონაც რომ ბიჭო აღარ უნდა თქვა, აღარ უნდა გააგრძელო ეს აი რა სადამდე ჩადიან, ანუ მართლა აი პოლიტიკურ სამარეებს ითხრიან ტიპები ყველაფერზე მიდიან. დაფიქრდით, ანუ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, აი ის მომენტი არ არის რომ იმდენი იყოთ, რომ გვავიწყდებოდეთ, ანუ ვეღარ ხედავდეთ, ან აღარ ძალიან პატარაა ეს ქალაქი და ყველაფერი იცის ხელის გულზედევს და ანუ ვინც ხართ, რაც ხართ, ანუ რავი რა, ყველაფერი მანდ არის. ეგრეა, შენ გახსოვს წინა გადაცემაში რომ ვიძახით, რომ ყველა აქ იბრძვის დაფინანსებისთვის. ხო გახსოვს? ხო, კი. ეგ უნდათ, ეხა ეგ გეგელია ეგ თქვა, რომ მე ფული მინდაო, იქ არ შევალყოთ, დაფინანსება უნდათ. ყველას. მაგრამ დაფინანსება სუდი კი არა, მე დაფინანსე იმისთვის, რომ მე პოლიტიკურად გაძლიერდე და განვითარდე, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ესენი კიდე ამას ზაკრული გეგმები აქვს, მე ხვდი ხა. ფულის გარეშე პოლიტიკას ვერ აწარმოებ, ხო? ეგრე არის რა, ოფისები გჭირდება, ხალხი გჭირდება, რა ფული ხო გინდა რაღაცა ეთერებში გაშუქება რაღაცა, ანუ არის რა რაღაცები, რომელიც გჭირდება და ეს ლოგიკურიც არის, არ ნიშნავს სულ რაღაცას, რომ შენ რაღაცა დაფინანსება გინდა და იმით დაფინანსებით უბრალოდ მე უნდა განვითარდე რა და ის ფული უნდა მოახმაროს სწორ საქმეს, ხო? კი. შენ განვითარებას. ის ვთქვათ, კონსერვატორებმა გადალახეს ბარიერი, რაღაცა კაია რომ უკვე ახალი რაღაცა ცოტა სისტემით შემოდის, კი. შემოვიდა, ხო? კი და ის არის, რა ქვია, ამ თემაში ვერ დავჩეთ, იმაში რა ქვია, მე რა ვერ ვნახიცი? სად არის ამათი ეგეთი ადამიანები რო ხართ და ერთად რო შეიკრიბეთ? ერთადაც რო ვერ დგანან, ბიჭო, თან. ანუ პატარა გუბაზმა რეები იკადრა, ანუ ქვეყნის სასაცილოდ აიგდო თავი და and დამბლოკეთ და and და ის რო იმე შენ იმენა and დაგემართა აი უეჭველი შენი კარიერა მე აქ მინდა ცხოვრებაო თბილისში შენი კარიერა მან დასრულდა ჩემს მაგის კარიერა კაი ხანია როგორც მოხვედია მაგრამ ხო როგორც მოხვედი აი იმენა ისე წახვედი და რა სუდად წახვედი თან სულ ამაშანაა ჩემთვის საბეგ მომენტი სულ მეფიქრება მაგ ბიჭა მართლა ესე რომ რაღაც წეროს აი რა მოხდა ეგეთი რომ აი აქ როგორ გამოყო თავი გია გითხრა როგორ ჩემი აზრი ფული გასაგებია მაგრამ ნუ კაი ჩემი არა ჩემი აზრი გინდა გითხრა აი სად დაიწყო ყველაფერი და რა ვიცი ხა დედასპიცა ვარ ვარაუდს გეუბნები მაგრამ აი სად დაიწყო ყველაფერი
მართლა ეგრე ჯერა რომ მიშა ეგრე უყარ. აი, ნუ სად დაიწყო ყველაფერი, აი გუყურე, აი გუყურე. სააკაშვილს რო გუბაზას ძინარე სურათი უჭიროს, ხო იცი, აი ესეთი არ უნდა იყოს. აი ეს რო გაუკეთე და მე რო ბოდიში მოუხადო შერიგდნენ თუ რაღაც, ხო იცი, ფარისეულობა. უკრაინაში რო ჩავიდნენ. და უკანა ფლანგზე ეს დროს ეთყობა მიშა მიგ რაღაცა. იქ უთხრა მამიკუნაო, ამაში მოუწყა ესე გრანჩი. ნახო ალბათ. მაშინ იქ ხარი 24 წლის თუ რაღაც არის და მაშინ ეგ იქნებოდა 18. ჩემი ბიჭია ესე უთხრა იმ. ჩემი ბიჭია. ეიფორიაში ჩავარ. ესო და ჩემი ბიჭია და ო პატარა მიშასთან ეიფორიაში რო ვარდები ძალიან ტეხ. ხო და მოკლედ ეგრე დარასკლავდნენ ალბათ და ანუ გამოვიდა და კორჩი ანუ ყველასთან აქ პრეტენზია რა ანუ აი მენო აი ესეთ ხოძე იყო ტიპი და ვაშე აქცია რო დაიწყო ვერავინ ვეღარსად ვეღარ დაინახა იმ ხელა არის თან რო სადიმალებოდა ხელა სადმალავდა არ ვიცით მაგრამ ვერსად ვერ იპოვეს და ითქოს უსო ჟურნალისტი წარმოიდგინე ტევ პირველი ჟურნალისტს რა გადაკეტილი ქონდა ამაზე რომ დაადგა და შენო რა თუში სად იყავ დააბულინგეს ხო და მე იმასთან იქითაკე მე და ის ერთად აი იმენა ეგ დაემართა და ახსნები და ის ყველას დაურეკეს და სად იყავი და მე იმასთან ერთად ვიყავი და სწორად არ მოეცნე ამჯერად ტევ პირველს არ ეთახმები მაგაში ხო წარმოიდგინე რომ იმათშიც კი როგორ ტეხავდა მე მანდა ტევ პირველს სწორად მოიქცე კი ეგ უნდა ეგ რო აღარ ეკრა თავის პირადია უკვე მანდ რა ეგ მომდიოდა გადავლა და ანუ აი ეს აქედან დადგა და ეხა და დავსმართ მე ერთი ეგ რო ხალხთან აქციაზე აქვს პრეტენზია ვინმესთან ამას რომ აი მარტო დატოვეს პირიქით იქ აჯანყდა ხალხი და დედლებს რო ეძახდა იგო ქართული ოცნების წევრებს იქ რო არ გამოდიანო დედლებიო და დედლები და წარმოიდგინე მე მაქედან გამოდის და ეს მე ეს თავს ვიმართავ და ჩემი მეგობრები არიან მე არ დამიტე მაგას იცახს და მე მესამე რაღაც ვიდეო ნახე რომ რაღაც ვიდეო დადეს ეთყობა რა რომ ბაბუამისი ლაპარაკობს ვიად გამსახურდიას რაღაც ფრაგმენტი არის ხო პატარა ხუთამიანი თუ რაღაც ხუთამიანი მაგრამ გაიგებ ხო მაგრამ ის აზრი რაც ჩანს მანდ ანუ ამბობს რომ ზვიად გამსახურდიაო მაგის ზვიად გამსახურდიაო ქვეყნის პრეზიდენტიო ქვეყანა დატოვაო გაიქცაო და ეს ყველაფერი შეფასებულია როგორც ქვეყნის ღალატიო ანუ ეხლა ნახე რა რაში იხლართებით იხარშებით ხო ანუ შენ იძახი შენ პატარა გუბაზი სუ პატარა გუბაზი იძახის რომ ზვიადი და რაღაცა ეს სულის კვეთება და ამებს იძახის აქედან ის პტირალა რო ყავთ რა ქვია და ვიცავით ზვიადი იქ რო აქვითინდა რა გაგვინდა და გადაცემაში ხო ნუ აი რა ყველაფერი ნათელია მაგაზე არც ვიბაზო და მაგტიპს აი და ეგ რა ანუ ზვიადის გამო ცრემლებს ღვრის ბიჭო გადაცემაში ამ ბაბუამისი ზვიადიზე რეებს ლაპარაკობდა და ესენი ერთად არიან და ან დალაგრით ან გაერკვიეთ ან გაიცანით ერთმანეთი ვინ ხართ საიდან მოხვედი და რას ლაპარაკობ და რა იდეოლოგიით ხართ რა ვაფშე რა ამბროსი ხელაიაო რო ლაპარაკობ და ზიად გამსახურდიაო რო ლაპარაკობ რაღაცით მაინც დაამსგავსეთ თავი აი მიახლოვეან რაღაცით მიბადეთ თემერე თუ მოგედა გადაცემს ნუ გადარჩები ადექი გადი რა იქვე რო ქვიცინებ ნუ ქვიცინებ ფარისეულურად ეხა ვითომ ეხა ძალიან იმაში აი რა ბიჭო გამოდიხარ და დღეს ესეთი ვიდეო ვნახე მაგისი ამ სულად გავხდი ასე არ სხვაგან არის ძალიან აჟიტირებული ხო და მე მინდა რომ ზოგადად თო შემგადაცემაში აჟიტირებული ამ გადაცემაში ერთი მომენტი ტოპ გოიმები უნდა გამოვავლინოთ სამი ტოპ გოიმი მე ტელეფონზე მაგას ხო დაურეკე ხო ბოდიში თქვი და სამი ტოპ ბანძი ჟურნალისტი რა. მე ტელეფონზე დაურეკ მოეც ხო ველაპარაკე გადაცემა შოგვინოდა. იქაც ტელეფონსის აჟიტირებული იყო. აი მიხდი აი ესე. რა გითხრა მაგან ვაფშე? არ მოვიდა რა მიზეზები 1000 რო იქ თქვენ რაღაცებს დამიმონტაჟე რაღაცა არ ვიცი სისულელე. ზუსტად კონკრეტულად არ მოხდა მაგრამ ნუ სისულელე მიზეზები. ანუ ეგრე თქვენ რაღაცას ავრცელებთ არასწორი ინფორმაცია მე თქვი კაკრას თუ ვავრცელებ მოდი და მითხარი რომ არასწორს ვავრცელებ და გავა პატიოსნას დილობიანად ერთმანეთს პატივი ვცეთ, დაუждეთ და ვილაპარაკოთ. მე თქვი წყნარა და რავი შენ რასაც ფიქრობ, ტყუილია, თქვი რომ ტყუილია. მე ეს რა ტყუილია, რაზეც მიხარ იქ ჩავეძიე რაღაცები და მე გაუგზავნე და მიხვდა რომ ეგრე არისო ჩვენ რო არაფერს არ ვიტყუებოდით. ნუ მოკლედ არაფერი აი პროსტა რაღაცა პანიკაში ჩამივარ და რაღაცა. ხო ფაქტია რომ არ მოვიდა რა ვიცი, მართალი კაცი ხარ და შენი სიმართლე გაიგო და ვილაპარაკოთ. ჩვენ მოვალთ მეთქი თქვენ გადაცემაში ეგეც უთხრა, ჩვენ ხა ჯერ ეს ფორმატი არა გვაქვს ჯერო რაღაცა პოლიტიკოსებს ვიწვევთ და მე რო გადავა აუცილებლად დაკვირდები, აუცილებლად მოგიყვანთ. ანუ თავის მოედანზე პირობა მივიღე ჩვენთან არა რა. არ შეხოით, ჩვენ ყველგან წავალთ. ხო, ყველა მოედანზე ნელ-ნელა კი, ნელ-ნელა უნდა დაამონტაჟონ და გადაამონტაჟონ. კრინჯებს ჩავყვეთ რა. დავაი, მოვიშოროთ უცებ. ხო. ამდენი იყო. იაგოსის ნახე გადაცემაში. შენ გამიცი ესე.
იაგო იყო ფორმულაზე რაღაც გადაცემაში. ადგა და ვაფშე ყველაფერი თქვა, რასაც ვიზეც რას ის სწორი თქვა ყველა. ამ ნენსი ჰოლანდებს და დაიტოვეს. შენ დაუბანებლობას მე რატომ აბრალებენ ეგ წავი. ამ ნენსი ჰოლანდებს დაუბანელებს იმას რა ქვია ამ ჯგუფს დაიტოვე. იმას რა ქვია ნანა სანდერია რატომ უნდა გამხსენებოდა ცხოვრებაში არაფერი არ დამეწერია ბლოგში და მარტო მაგის სახელი დაუწერია მეგონი რომ არ დამეწერებოდა იმიტომ ქართველი და არა ქართველები რო არიან ნენსი ჰოლანდმა დადოს რა ქვია ქართულად ნუ ზოგადად ქართულად გვეუჩი ინგლისურად თქვას რა ქვია ქართული სახელი ხო და ის არის ინგლისური აქცენტით თქვას ხო და ეს აი ესეთი ხალხის ხელში რო არის რამე აი რა უნდა მაგიტო ვერ არის ვერაფერი მაგათ ხელში და ვერც ვერასდროს ვერ იქნება ჩვენ ვერასდროს ჩვენ გულთმისნები კი არა და რაღაც უბრალოდ ძალიან ხელის გულზე ჩანდა რომ ვიზახდეთ რომ არაფერი არ მოხდება 4 რაღაცა პატარა დაძაბულობებს იმას შეეცდებიან მაგრამ ხუთში გავიღვიძე და ყველაფერი კარგი იქნება ზუსტად ეგრე რომ მოხდა ეს იქიდან გამომდინარე ვიცით რომ ამ ხელის გულ ესენ შესწავლილი ყავს ყველანაირად ჩვენს და ნუ ბევრ ადამიანს და ნახევარ საქართველოს იმიტომ მაგიტო ანუ ძალიან მარტივი მისახვედრი იყო რომ არაფერი არ მოხდებოდა ამათ რაც არ უნდა გაეკეთებინათ აი შანსოები იქნებოდა ვერ გაკეთებოდა მოდი ერთ ვიდეოს თუ გინდა ჩავერთვამე თუ შენაპირებდი რა აი ერთ ვიდეო ჩართე კი არ მანდ ვარ რა მაგ იმაში ვარ ხო ანუ დაუბრუნოთ აი მოდი ზოდელავას გამოსვლა რომელიც ეხა იძახიან პირდაპირ რომ ჩვენ არაფერს შოში არ ვარ ჩვენ არაფერს არ ჩემი პირადი ჯანყი იყო იქ ბურჭულაძე მეო ვამშო იქ რომ მივედიო ანუ დასაწყნარებლად მივედიო ადამიანებისო და მოკლედ აქ არავინ იქ ბაჩოლა ხალაია სამზარეულოდან უყურებდა და ასე შემდეგ მიხდი ყველა იქიდან ის ამერიკელი სპეცრაზმელი თუ ვიღაცას გაემიჯნა რომ არა მე უბრალოდ გულშემატკივარი ვარი ორგანიზატორი მოკლედ ყველა ბოდიშთან რაღაცა ცოტა სუნი აუშვეს და აი სინამდვილეში რას იძახდნენ მორჩა ლაილაი აქციებზე მორჩა ბოდიანი მორჩა ბიზნეს მონობა მორჩა ჩმარობა დამაკასური ძალა გამოირჩეს ქაბატონები ცხები ვისაც აქ უნდა იდგეთ თქვენ არ უნდა დაიშალოთ თბილისი საქართველოს დაგვემატეთ გამოდით დამაკასური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ ანუ უკანა მხარეს ჩვენ შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს როგორ აქვს სად რომელ ჯიბეში ჩაიბარეთ როგორ იბარებენ პრეზიდენტის გასაღებს შიდობიანად როგორ ხდება ეს იქ მიდიოდნენ ეს ღობე რო არ წაქცეული ყველაფერი იყო სხვა რას ღობე რო გადავარდა ის ხალხი გადაჭეგა მაგ ღობე მქნა თორე შედიოდნენ ის გამოდიოდა და იმით იაძლებდა რა ესე აწვია და ეს ნანდებდა თავზე და ხუმრობა იქით რო იყოს არ ვიცი ზო მართლა ვერ სერიოზულად ვერ ვლაპარაკობ არა ხვდები ხო მე ამ თემას სერიოზულად ვერ უდგები არა რთულია გეთახმები რომ მიუდგა ამ კაჩეთი ყველაზე მაგარი ჟურნალისტი ჩემია აი დღეს რა ყველაზე მაგრა ვინც მევასება აი ყველაზე მაგარი როჟე ყველანაირად აი ოპონენტი რო ყავს ვიღაც რო ყავს ოპონენტი არ რო ყავს იმ სტუდიაში მოწეული აი როგორ კითხოს აი როგორც უნდა დავსვა აი ისე კი არა აი გამაღიზიანებელს კი არა აი მიყვება რა ბოლომდე აი ერთი აი აქ ჰაის რომ აი რა ჰაი ეს ჰაი საათო თქვი აი მივხვდი ანუ აზრია ხო არ აძლევს საშუალებას ადამიანს რომ რაღაცას გაეპაროს რა კი პასუხს აი და ეს ჟურნალისტი არის ვახო ხუმზიაშვილი იმაზე რა აჭარის ტელევიზიაზე ძმაო ანუ კაცური კაცი აი არავის არაფერი არ ერიდება ჯიგრულად სამართლიანად ლაპარაკობს რა ჩემი აზრით აი ტოპ ჟურნალისტებს რო გავაკეთებთ მან ტოპ ფანძი ჟურნალისტებიც გავაკეთოთ და ტოპ გაიც და მაგის სამეულები გავაკეთოთ გადაცემის ბოლოს ხო და ეს რო ვარ და ყველაზე სასაცილო და ტრაგიკულიც რა არის აი ეს და მამაკაცური ზალა წავედი და ხო იყო მუხტი და და გონია რომ ნუ ჩვენ არაფერი არ გვიგონა მაგრამ ნუ ხო არის მაგათ მაინც ხო ეგონა თუ იქ რაღაც ისემენ და ეს დამხობა რითი დამთორდა ციცაკის სპრეი დამთავრდა დამხობა ეს არ არის გადავა მართლა ციცაკის სპრეი შეასხეს და როგორ გარბოდენ და ნუ კაი მწარია გასაგებ არა იქ რაღაცა რავი რაღაცა კენი დვიჭო ანუ ეგ უნდა გაეთხოვოთ მაინც წინა ძალიან სპრეის შეასხავდნენ მინი რაღაცა არა ხო მე ვიქო სუსმას სურპრიზი ხო დაახვედრა და ამათ ეგონ შეგნით არ იქნებოდა სპეციალურად ხო გამოლაგდნენ ესენი და როგორ გარბოდენ წარმოიდგინე ტიპები არა ეგრევე და ანუ მართლა დასვებს ხო იქ მაგრა ჩუბობდნენ ბიჭები ისეთ აცი იყო ერთი ფეხიც და რამე გადადით ნუ შემოდი
და ყველაფერი ყველაზე ცუდი სცენარიც რო წარმოვიდგინოთ ამათ რო ძალიან უნდათ ვიღაც პროფესორი ხალი რო გამოდის და სისხლი და ის რა ქვია მკვლელობა და რაღაცები რომ მოხდარიყო კიდე 4 ოქტომბერი სხვანაირად შეფასდებოდაო და მართლა ღმერთმა დაგვიფაროს. მოდი გავუშვით ვიდეო. ეგ ვიდეო გავუშვით რა, ის სამარცხვინო ლექტორების და მინდა რომ ამას ვიტყვი ბოდიში და თან გავუშვით. ხო და აი მართლა რომ ღმერთთან დაგვიფაროს და რაღაც ტრაგედია მომხდარიყო აქ. ამათ ღმერთი იმედი ქონდათ რომ ამ ტრაგედიას ხალხი გამოვიდოდა. ხალხი არ გავიდოდა გარეთ. არ არსებობს. ყველამ უკვე ყველაფერი იცი, აი შარშან ქონდათ ამათ მაქსიმუმ რაღაცა რომ რაღაცებს რომ მიეღწიათ. მაგრამ წელს უკვე არ არსებობს. კიდე აი პრეზიდენტის სასახლეშიც რომ შევარდნილიყვნენ. ყურებით გამოათრევდნენ ყველას საერთოდ. არანაირ ეს რაღაც სროლა ეტეხათ რაც არ უნდა იქნათ აი ნებისმიერი ცუდი სცენარი რომ განვიხილოთ ყველა სცენარში უშანსოები იყვნენ ესენი კი აბსოლუტურად აი ყველაფერში და ეგ ბოროტი ხალი კიდე ნუ აი არ ვიცი რავი და პროფესორი როგორ არის პროფესორები როგორ ხდა ანუ მე მართლა ვერ ხვდები ბიჭო აი რას ხვდებით ეტყობა კი არა და ანუ ფაქტია გინდათ ანუ ექიმია თუ პროფესორია თუ დამსახურებული არტისტია თუ ნახე ჩემი აზრით რა, ჩემი აზრით. შეიძლება და შენი აზრითაც დარწმუნებული ვარ, შეიძლება რომ ექიმი იყო რა მაგარი რა, მეცნიერიც იყო და ფიზიკოსიც იყო. სპორტსმენია რაღაცა ხო. მაგრამ შეიძლება ნაგავი ადამიანი იყო რა. ხო. ჩვეულებრივი არის, აი მაგარი უჟმური, მაგარი ცუდი ტიპი იყო და არავის არ ევასებოდე რა, მაგრამ ყველა აღიარებდეს ხა რავი შეიძლება, მაგრამ უკარავ რა, ან რაღაც. შეიძლება უცოდინარი იყო, რაღაცა გაუნათლებელი იყო პოლიტიკაში. და საშიში იყო ძალიან, იმიტომ რომ ამ შენ იმას რაღაცა რეპუტაციას იყენებდე მაგაში. იმიტომ რომ ვიღაც ფეხბურთელებზეც რო გამოდიან და რო იძახ ამან თქვა რა მე ამან რო თქვეს კაი ფეხბურთი მაგრამ ხო არის ეს პოლიტიკა ესმის ამას და რავი გეოპოლიტიკა და რაღაც ნებისმიერ რაღაცა ხო რა ლოგიკა არის თუნდაც იგივენად ხალხი რო თხოვს რომ გამოდი თქვით აი რატო უნდა და ფეხბურთელია თამაშობს ფეხბურთს ვაფშე არ ერყვა ამას ხას თუნდაც მაგრამ ეს არ უნდა ზეგავლენას არ უნდა ხდენეს საზოგადოებრივ განწყობებზე და არ უნდა აიძულებდე იმიტომ რომ ხა მოისმინოს და ისეთ არზე და ხა რა გავაკეთო რო თქვა და ან თუ ვეთანხმები დავეთანხმოთ არა ეს ზეგავლენას შემში არ მოახდენს რა ვიღაცა ფეხბურთელი თუ კალადურთელი თუ ექიმი ან რავი მსახიობი რაღაცას რო იტყვის ეს ჩემთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს რა ეხა არანაირად თუ შეიძლება ბევრი ქართველისთვის თუ შეიძლება ეს ვიდეო გავუშვათ პოსტ რა სიძახის ქალინა რა იყო მაინც ეს 4 ოქტომბერი ამ ორი მოვლენის გათვალისწინებით რაიმე ახალი ეტაპი დაიწყო თუ არა მე მგონია რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რო განვითარებულიყო უფრო დრამატულად ხო ყოფილიყო მსხვერპლი ყოფილიყო სისხლი ყოფილიყო გასროლა აი მაშინ შეგვეძლო გეთქვა იმის შესახებ რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ არა რაციონალურად დაგეგმილი ვინ ხარ თქვეუბედურებო რა ჯიშის ხარ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და აბელასეთურმა კი აი ასაკოვანი ქალი წარმოიდგინე პროფესორი ან როგორ უნდა ეჭიროს თავი წარმოიდგინე და სისხლის ღრაზე ლაპარაკობს და აზრი რას ექნება და რას არ ექნება. ხო და ესო ჩემი პირადი აზრიაო თან ამას იბა რომ მე ესე ვფიქრობ სხვა კი არა მე ვფიქრობ ამასო რა. ამას რა გათქმევინებს? სისხლის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა სისხლის ღრას და ადამიანს ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეხა ამის იქ უკვე აზრის არ აქვს. მოდი ნუ ვღავ ლაპარაკობთო რა მთავარი ეს არ მოხდაო რა პირდაპირ იძახი წარმოიდგინე. და ამას და დაუ პროფესორ მასწავლებელი ხარი პეტიცია რო ხო მაგათი ეხლა პეტიცია თუ რაღაცა რო ეს მიდისო ზეწოლაოსი თავის სიტყვის თავისუფლებასთანო და ადამიანის ნების გამოხატვა რას ნიშნავს რა ვერ გავიგე მაგას თუ უფლება გამისლაპარაკის ჩვენ რატო არ გვაქვს იმის ლაპარაკის უფლება რომ ეს გავაკრიტიკოთ მინიმუმ გავაკრიტიკოთ და ვთქვათ რომ ეს როგორც მაგას ყველას ხო ამას თუ ამის უფლება მე რატო არ მაქვს ეხა მივიდე და ეს ბანძი ჟურნალისტი ეს ტოპებში შესაყვანი არის ეს რაღაცა ხო სანაია ვახო სანაია აი როგორ უნდა მოახერხო ქართველმა რომ იტალიელები გაგინებდნენ ქართულ ენაზე თან უაქცენტოთ რავი აბა ცოცხალს აი როგორ უნდა მოახერხო შეიძლება იტალიურად გაგინო რაღაც მაგრამ ტიპებმა უაქცენტოთ ქართულად დააფარეს თავს თან ღირსი იყო ანუ ისე როგორ მოიცე რომ მთელი ნაპოლი გაგინე მთელი იტალია
წარმოიდგინე, აი ეგ არის მნიშვნელოვანი, უაქცენტოთ აგინებდნენ, ანუ ამათმა ეს მივხვდი, აი დაიზეპირეს კარგად, რომ არ შეშლოდათ ისი. შენ ეს გახსოვს ეს ჟურნალისტი ზოგადად, რომელი? საიდან მოდის და вообще როგორ დაიწყო და რაღაც. ხო. ეს პირველ აკდეც იყო ეს. არა, ეს განიყო, მაგრამ გიორგი სანაიას ძმა არის რა და გიორგი სანაიას ყველა პატივს ეცემა, კარგი კაცი და ხვდები ეს მომენტი იყო და ეს ცოტა გიორგის პონჩში დაკომპლექსებული იყო. არა, მაგ კომპლექსებს თავიდანვე გიორგის პონჩში გაიჭდა. აღიქვეს სხვა პონჩში რა, გვერდში დაიყენეს იმას და ტიპი, ვინ არის მენა. აი, კაროჩი, აი, რა გცულით ეგრე, მაგრამ ვიცი რაც გცულით, მე ვიცი რაც გცულით. აი მოდი ეს თუ გინდა ჟურნალისტიკაზე რაღაცას რო აპარაკოთ, ეხლა მე განახებ ვიდეოს 90 თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, ხო აკეთე დოკუმენტური ფილმს და ერთ-ერთი და რაღაც ამონარიდია, აი ზვიადის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რო იმართებოდა, რას ლაპარაკობდნენ ძმაო? თუ იპოვით რამე განსხვავებას წლევანდე, აი შარშანდელი აქციები მოყოლებოდა წლევანდე ზოგადად ბავშვი ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება ეს ბოლო პერიოდია, დამკვეთის ნათლად ჩანს ვინ არის? სიტყვების წყობაც კი ერთნაირი არის. იმდროინდელი პროტესტის და რას აპროტესტებენ და ეს თან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ამ სიუჟეტის ავტორი ამ ყველაფერს აპრავებს. მოსკოვში მომხდარი გადატრიალების შემდეგ საქართველოში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. გამსახურდია იმ დროს რამოდენიმე პარტიის გარდა უკვე დაუპირისპირდა ინტელიგენციისა და მასმედიის ნაწილი, რომლებიც ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში და თავისუფალი სიტყვისა და აზრის დევნაში ადანაშაულებდა. კარგი. მართლაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცენტრალური ტელევიზიის ეთერში და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად გაზეთებში ოპოზიციური აზრის დევნა დაიწყო. აგრეთვე ხელისუფლებამ საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებების საქმიანობაში უხეშად ჩარევას მიჰყო ხელი. სერიოზული პრობლემები შეექმნა დამოუკიდებელ პრესას. ნახე ეს სიუჟეტის ეს ვინც ლაპარაკობს, აი ნუ სიუჟეტი თომას მართლაცო. ანუ აპრავებს, რომ მართლაც ესე მოხდაო, რომ ოპოზიცია იდევნებოდაო და პრესა და რაღაცა. აი რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ეხლა ზუსტად იგივე არ ხდება, მედიას, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, აი ზუსტად იგივე პროცესები და დამკვეთი ვინც იყო მაშინაც. დღეს ხო ვიცით ვინ არის? ხო? ანუ ეს ბიუროკრატია და ამ შემდეგ. ზუსტად იგივე იყო მაშინაც. ზუსტად იგივე პროცესები იყო. არაფერი არ იცვლება რა, არასდროს შეხო მაგას სულ ლაპარაკობთ რა. ადამიანის ფიქრები, ვნებები არის ყოველთვის ერთნაირი და მე ერთნაირ შედეგებს იწვევს მაგიტო. ჩვენ რაღაც ასეთმოს ვიცვლი და რაღაც თორე მიზანი ადამიანის ყოველთვის იყო ერთ და იგივე, აი ყოველთვის. დღესაც იგივე მიზნებია. იდენტურია მართალს ზუსტად იგივენაირად ინტელიგენცია ყველაფერი, ნებისმიერი რაღაცა რამე წიგს თუ წაიკითხავ განცდა ომის გიჩნდება ყოველთვის, რომ ეს ეხაც ხდება. სულ ხდება. ნებისმიერი რაღაცა სიძულვილი, სიყვარული, ეს ემოციები, ეს გრძნობები ხო მაშინაც იყო და ყველაფერი ხო ამაზეა დამოკიდებული ხო ბოროტებაზე, სიკეთეზე, იქ რაღაცაზე მიზნისკენ რაღაცა ყოველთვის მიზანიათ საშუალების ყველაფრის გაკეთება, ეს ხო სულ ერთი და იგივე პროცესია. გამოთქმა გამახსენდა რა, ეგეთი გამოთქმა არის, რომ ვისაც წარსულიო არ ახსოვსო რა. ის განწირულიაო იმის გამეორებისთვისო რა, წარსულის გამეორებისთვის და ვისაც წარსული ახსოვსო, ის განწირულია, რომ იმის ყურებით რომ როგორი იმეორებენ წარსულს. აი, ზუსტად ეგრე არის რა, რომ ანუ ვინც თავის დროზე ხმას არ იღებს და ეს ეგუება, ის ყოველთვის მაგაში იქნება და ვერასდროს ვერ გამოვა მაგ წრიდან რა. იმიტომ რომ ეგრეა რა. ეგრე, ხო, მაგიტო არის საჭირო, რომ ჩვენ ვიცოდეთ წარსული. ჩვენ თუ წარსული გვეცოდინება ვერავინ დავივიწყოთ წარსული. და ხო, ან ცოდნა აი ჩვენ თუ ეს ყველაფერი ვერავინ ვერაზროს ვერ მოგვატყუებს. ჩვენ ხელის გულზე გვაქვს უკვე ყველაფერი ზუსტად მივხვდებით რა რატომ და რისთვის ხდება. კი. ჩვენ ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ეხლა რეალურად რა ხდება? ინფორმაციის ნაკლებობით გამოწეულია ძალიან ბევრი ფაქტორი. ეხლა რა ხდება დღეს? ცრუ ინფორმაციებში, ვაკუუმში ხალხს აცხოვრებენ. აი ხა გამოდის ესე რა ქვია. კობახიძე გამოდის, პრემიერი გამოდის და ლაპარაკობს, რომ ახობაძეო, აი ის რო არის რა, იმის. ხო. გამოდის, მორფს პარავდაო, ბავშვი არაფხიზელი ტიპი. მორფს პარავდა ბავშვებსო, სავანტყოფოშიო და ამის გამო სამსახურიდან გამოუშვა. ეხა მაგას რო არ იკადრებს პრემიერი რო ეგ ტელევიზორში ეგ ილაპარაკოს და დადასტურებული ინფორმაცია არ იყოს, ხოთები ვინ არის ჯერის. ეგ რომ აქლა ყურადღება რო ექცევა ზოგადად, მაგრამ ეს წარმოიდგინე. შეკაიკაცო, ამას თუ აკეთებდი და ესე მერე მორალს ვის უკითხავ, ან რაზე ლაპარაკო მართლა, რა გაქვს ალაპარაკო და რა გაგხმის ამოსაღები შენ.
რავი, მაგის იქით რაღა არის, რავი, ავანტყობ ბავშვს მორფს პარავ და იკეთებ, რავი, ეხა, რავი. არა, ხო, ძალიან შუტკი ისტორია არის. ისე გაიკეთოს და რაც უნდა ისხნას კაცო, მაგრამ ესე არ ვიცი. კარგი. ძალიან ტეხავს. შეიძლება ერთი ვიდეო გავუშვა თამასობაში? მოკლედ. ესეთი ვიდეოები ძალიან ბევრი არის რა, ესეთი რომ მე არასდროს არ ვამბობდი, რა 4 ოქტომბერს მე არ ვამხსენებდი, მაგას არ გჯეროდა რომ დამთავრდებოდა და დღესობას რომ რა მაგას. ყველას ამოუგდეს წარმოიდგინე ვიდეოები მანამდე და before after. before after ყველა. და ეს ნახე რა. ანუ პირდაპირ ნაცარს პირდაპირ გვაყრიან მაგნაცარს ბიჭო თვალებში. არ ერიდებათ ხო, ნატარატომ არ მიყვარს. ამიტომ 4 ოქტომბერი არის ამ ყველაფრის დაგვირგვინება და დასასრული. 4-შივე ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. გულწრფელად ერთ რამეს ვიტყვი. მე ერთ ადამიანს ნადიმ ხმალაძეს არ მქონდა იმის ილუზია, რომ 4-ში დავიწყებდით და 4-ში დავამთავრებდით. შენ შემოგევლე მაგ შემართებაში. შენ თუ იმედი არ ქონა ხალხს ატყუებდი ძმაო, ანუ როგორ რასკლავდება ეგ რა, ანუ შენ არ ქონდა იმედი, მაგრამ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, ამ ენთუზიაზმით. ეგ უქნეს ხალხს რა, რომ ნახე იმდენად აი ესე დააჯერეს, რომ ყველას აი თორნიკი მარტივად რო ვიგოთ რა. ადამიანებს ფსიქიკა ხო განსხვავდება. ვიღაცას გრადია, ვიღაცას არას, ვიღაცას ძლიერია, ვიღაცას სუსტია, ვიღაცამ შეიძლება ერთხელ რაღაცა ქნას და მთელი ცხოვრებით გაგიჟდეს. ვიღაცამ შეიძლება 100 ჯერ გააკეთოს იგივე რაღაცა და ვაფშე არაფერი არ მოვიდა. ანუ აქენ გამიგეთ ჩვენ არ ვიცით ადამიანების ყველას შესაძლებლობა ვის როგორ უნდა მომიუდგე და უშო თუ არ გაიცა. ესენი რა შვებიან, იცი? აი ესე გამოდიან, დუხავენ, გაიგე? იმაშვებიან, ადუღებენ ტემპერატურას, დუღილის ტემპერატურას ეყავთ და ვიღაცა მართლა აი წარმოიდგინე ახლა რა ყველა ადამიანს ერთნაირად ხო არ მოეთხოვება. ვიღაცას მეტიას, ვიღაცას ნაკლები რა. წარმოიდგინე შენ ადამიანი, რომელიც ცოტა ჭკუანაკლულია რა არის ის რა მაგდენი ვერ იგებს ანალიზს ვერ აკეთებს სწორად და შენ რო ეტყვი რომ შავია ხვალ რო თეთრი იყოს ის შავი ის მაინც შავში დარჩება იმიტომ რომ იქაც უნდა მიხვიდე და უნდა გადაიყვანო მიხვდი აი შენ დაუღეჭო და მიცია ესენი დადგნენ ზმაო აქ გაყარეს მესიჯები აადუღეს ეს ხალხი გაიგე ეხა დადგნენ ჩვენ არ გვჯეროდა მაგის ჩვენ არ ჯეროდა ზმაო ის ხალხი აადუღეთ და კი გაუშვით ციხეებში ყველა თქვენი ვაფშე ყველა ვინც დაჭერილია ყველა არის თქვენი ბრალი ყველა არის ნენსი ოლანდის ბრალი დაიტოვეს ბრალი აი მაგათი ბრალია ყველაფერი ვინ ეს კრინჯები ბიჭო ჯერ თქვენ ვინ მოგისმინეთ და ვინ დაგიჯერეთ მაგრამ ფაქტია აი ეს ხალხი ზმაო არის დაჭერილი იმიტომ რომ თქვენი ბრალია თქვენი კეთილდღეობას ბისურვილს თუ ცხოვრებას თუ აი რა დაადავარქვა ამას არ ვიცი აი მაგით რომ მიილტვით აი მაგაში შეყოლილი ადამიანები აი ხა თქვენ გამოზიან ციხეში და 50 კაცია უკვე დაჭერილი 50-მდე და კიდე რამდენს დაიჭერენ და ეს ნაგლები როგორ ერიდებიან დაგაზეს დადუხეს ხალხი დადუხეს რა ბიჭო ახლა ეს ვიდეო რო გავცელდა მაგაზე ხომ მიდის ახლა რა ქვია გამოძიება რა რამდენად ვალიდური არის და ახალაია მაგიტო დაიბარეს ოშრო ეს ანუ შეამოწმონ ეს ვიდეო და შენ რა გაგიკვირდება რომ ეგ მართალი იყოს ეს ლაპარაკობს ეს შეხედე ერთი პირიქით გამიკვირდება რომ ეგ ვიდეო მართალი არ იყოს ამ ვიდეო შეხედე ციების დროს დაშავებულებზე მათ შორის სამართალდამცველებზე რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მე დიახ თქვენ სხვა კითხვები გაქვთ? არ პასუხობთ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ქალბატონო? სხვა კითხვა გაქვთ? ლაშას მამა გარდაიცვალა. სხვა კითხვები გაქვთო, ანუ ლაშას მამა გარდაიცვალა. ციხეში რო არისო, ეს ლაშას მამა გარდაიცვალაო, ეგ უპასუხო, ეგ უნდა უპასუხო, ანუ ლიდერად მოაქვს თავი და იმენა მიდის და ეგ უნდა უპასუხო ჟურნალისტო პასუხისმგებლობას იღებ თუ არ იღებ იმაზე რომ 4 ოქტომბერი დაგაზეთ ეს ხალხი ტვინში ეს ჩაუდეთ რომ რევოლუცია დამხობა ესენი და ეხლა ანუ შემდეგი next დააჭირე ჩვენ არავინ ნაცები არ უღებთ მონაწილეობასა და ხაბეიშვილი ვინ არის უკასაოდ პოლიცსაბჭოს წევრი არის ნაცები და ამას და ხაბეიშვილი არის მაგარი ომი რო იცოდე არა კი ამას და ხაბეიშვილი როგორი ომია იცი იმენა ჭამენ ერთმანეთს იმაზე რა ანუ ის იმას ვერ იკანენ ის ესენი არის გათახსირებული პროცესს და მაქსიმალურად ვითომ გაერიდნენ პროცესებს თავიდანვე და ვითომ არაფერს შუაში არ ყდნენ ხა კაი გამახსენეთ თინა ბოგუჩავას დაქალზე მინდა ვილაპო 1-2 თქვა მაია სანდუზე გამოდის და რას იტახის ნახე რომ ფიქრით ქართულ ხალხთან ვარ მაგას ეგონი აქ უნდა და გადმოვიყვანოთ ფიქრით ქართულ ხალხთან ვარ რომლებიც იცავენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს
და ეს სანდუ წარმოიდგინე რა. უნამოსო ქალი. საზეპირო არის ყველა. უნამოსო ქალი ხო არის ეგ ერთი. მერე მეორე თინა ბოკუჩავას დახალი ხო არის. მერე მესამე სოროსის ფინია არის. სოროსის ოჯახის მენა ფინია არის სურათები. აი მეგობრები ნახენ როგორ აი ლეკვივით რო უდგას ის. აი ეს ქალი და კიდე ერთხელ დსთ-ის წევრი ქვეყანა მეგობრებო. მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა. მაია სანდუ თქვენ არაკაცო ქალო. ბარამიძე რაც ისახთ ამას იცი რომ დსთ-ის ქვეყანა ანუ თან როგორ იტყვება რომ ბარაზი არ მახსოვს მაგრამ რომელიღაცამ თქვა რომ დსთ-ის წევრობა არ უშლის ხელსო ევროინტეგრაციასო. ანუ ყველაფერი ჩემმა ყურმა რაღაც არ უნდა გაიგოს ვაფშე ყველანაირი იმას უკვე ანუ და ეს საზღარი ქალი წარმოიდგინე არაკაცი ქალი ესე და ხო არაკაცი ქალი არაკაცო ქალო არჩევნები ხო იყო ეხლა ხო მოიგო ძლივს მოიგო ჯერ არჩევნები და მოიგო ემიგრანტების ხმებით 2024 წელსაც ემიგრანტების ხმებით 2024 წელს ზოგადად CSKOM საღამოს გამარჯვებულად გამოაცხადა ყოფილი გენპროკურორი და მე დილას ევრო ეს რა ქვია ემიგრანტების ხმები შემოსული ხმებით უბრალოდ მოიგო სანდუ ეხლას შიგნით ქვეყანაში დღემდე აგებს არჩევნებს წარმოიდგინე და პოლიტიკოსები ანუ ორი პარტია წამყვან პარტიას 48 საათით ადრე გაუჩერა ან აუგზალა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ამ არჩევნებში ეხლა როა ტკიბზე რომ მოიგო აი წარმოიდგინე აი ესეთი ტელეკომპანია ოპოზიციურ არხებს ახურავენ და ერთ-ერთი ჟურნალისტები გამორბიან რა ქვია ტელეკომპანიებიდან და პირდაპირ ლაპარაკობენ რომ ზეწოლის ქვეშ ვარ და აი ამ აბსურდში არიან მაგრამ სამაგიეროდ სოროსის და ამათი შექებას იმსახურებს და brave leader რაღაც ეს სოროსი ლაპარაკობს ამაზე და გამოდიან და მთელი ევროპა ამისკენ არის და სიტყვის და დსთ რა პრობლემაა კაცო და ჩვენ აქ ჩვენ ვართ რუსების მონები და ასე შემდეგ. აი ამად თინა ბოკუჩავას დაქალი ახლა ხო რომ თინა ბოკუჩავას შეხვდა ახლა თინა ბოკუჩავა იყო ჩასული და ხო ნათელია ყველაფერი და რა ევროპული მომავალ და მან რომ სიბნელი ეს ხო ნათელია. აი რა მართლა. არა მართლა მორალი და სინდისი აღარ არის. როგორც დღევანდელი მასში აი ყველანაირი ძარღვი და ძაფი გაწყვიტეს მაგათმა და არიან მაგაში. აი ეს აი რა მიხედე მოლდოვას შენთვის ძალიან მაგრა გთხოვთ და ცხვის საქმეებში ცხვირს ნუჩაყოფთ თქვენ არაკაცო ქალო. უნდა იქნა ზელენსკი რო გამოვიდა ჩვენთვის რომ მოწინა გადაცემაში რო ქონა რომ მოიცალა ჩვენთვის. კარგავთ საქართველოს. თქვენ სხვა არ დაკარგოთ თხილად იყავით. წარმოიდგე ერთი ადგილი არ დაკარგოს, მაგრამ თხილად იყოს სუჩი. ხო და რავი რა, ჩვენ ახლა რა დავუშვით ესე საღამომდე ალბათ აი კიდე იმდენი რაღაც ეს ელისას უსას ვეღარ ხედავ ვაფშე რაღაცა არ ჩანს და ხომ შედობა გალიკო სადახარ ალოკო რაღაცა იმენა ძალიან დაიკარგა ძალიან ბევრი დაიკარგა ზოგადად რაღაცა ტიპები აღარ ჩანან მაგრამ კაია რაც მალე დაიკარგებით და გადაიკარგებით მით უკეთესი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მე მინდა მადლობა გადავიხადო იმისთვის იმ ყველაფერთვის რომ შვიდობა გვაქვს ქვეყანაში კი მადლობა მეც სისხლი არ დაღვრილა და არავინ სერიოზულად ისეთ დონეზე, დაღუპვამდე არ მისულა საქმე ან რაღაცა და რამდენიმე ადამიანი არის დაზარალებული, ასევე პოლიციის მხრიდან, ასევე იმის მხრიდან და რავი, ყველას უთანაგზნობთ, ყველას ძალიან ცუდი ფაქტია, ამას ვაფიქსირებთ, მაგრამ შესაძლებელი იყო ამის თავიდან არიდება რა, მაგრამ აი ამ ისევ და ისევ ბინძურმა თავის თავზე მაფიქრალმა პოლიტიკოსებმა, რავი გააკეთეს ისაც გააკეთეს რაც ვეღარ შეუცვლით რა და რავი მოკლედ მე მაინც მიხარია ის რომ სტაბილურობა დადგა ამ ქვეყანაში ის რომ არჩევნები დამთავრდა ისე როგორც საჭირო იყო ყველა კითხვის პასუხი ყველაფერი იცი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხალხმა ყველაფერი იცი მაგიტო ამათ არანაირი შანსი არ აქვს არასდროს რაც არ უნდა ეკნათ და კნან მომავალში არანაირი რესურსი არ გაჩნდა ეხლა ხელისუფლებას ერთადერთი ის დარჩენია რომ პირობა შეასრულოს რაც დაგვირდნენ და ესენი პოლიტიკური ველიდან უბრალოდ გააქრონ სამუდამოდ გააქრონ თუ უნდა ნუს დაიჭერენ კაცო და იცხოვრონ უბრალოდ პოლიტიკის კეთება აუგზავნონ რა არ არსებობს ეხლა ეს კომისია რაც იყო მიიყვანო რა ბოლომდე გადაყვანია უკვე ანუ თავისით მივიდნენ რეები აკეთეს ეგეთ ხო და მაგ მით უმეტეს მაგას ვიხო ამის გადადება უკვე აღარ შეიძლება რა ესენი უნდა განადგურდნენ პოლიტიკურად კიდევ ერთ ხაზს გავსნონ მე განადგურება შენ მოკლე გინდა
ღმერთმა დიდხანს აწყვეტს ყველა მართ მე არ ვარ იმ ჩარლი კირკისნაირი ადამიანების წარმომადგენელი ვისაც ბედნიერები არის მე მართლა აძეს გვაქვს შენათქვამი არავის სიკვდილი არ გამიხარდება მთელი ეს ქვია რანაირად აკაშვილისაც და არც გუბა არავის და უბრალოდ ჩამოაშორონ რა მოაშორონ ეს აზიზღრები კი ბოროტი და საშიში ხალხი არ უნდა იყოს რა ანუ არ უნდა ეძლეოდეს შანსი რაღაცების გაკეთება იმ ბლეყვეებსაც მიმართოთ ბლეყვეებო სად დაიკარგეთ მომისმინეთ სად დაიკარგეთ თქვენ სად დაიკარგეთ რო აღარც წერთ და აღარც კითხულობთ სად დაიკარგეთ თუ 4 ოკრონგის ცოცხები გაქვთ თუ გათხარილი უკან და როგორც იმუქრებოდით ხალხზე რა მოგივიდათ სად ახართ გამოგვეხმაურეთ ნერვიულობთ უკვე ძალიან დაგვაკლდით 4 ოკრონგი კაია ოკრონგი ეგ 4 ოკრონგი ხო და რატო თქვა იცი რომ მე არავინ არ მოდავებოდა რომ ძმაო მე 4 ოქტომბერი კი არა 4 ოკრონგი ვთქვიო და ეხა რა გინდათო თქვენ მე არის 4 ოკრონგიო ხო რა არის ხო მე ოკრონგი ვთქვიო აი ხო ეგ ვარტია რაც სამართლოდეც გამოიყენებს მაგას კი როგორც არსებობს როგორც არსებობს მე ვთქვი ეგო ესე როგორც არსებობს 4 ოკრონგი ისე მოახდინეთ რევოლუციაც დამხობაც გადატრიალებას და გადმოტრიალებას სალომეს რო ამზადებდნენ თან იქ შესასწრებლად მაგით ერთი წელი ეს გეგმა ბოდიშრა ეს ანუ ბოდის დაიწერა თავის მაგრამ ყველაფერი ერთმანეთზე არის ეს უწყვეტი ვითომ პროტესტის 3700 დღეებს რო ითვლიდნენ ეს ამის ნაწილი იყო იმიტომ რომ რაღაცა ხო ჭირდებათ ეს რაღაცა სულ მუხტი ხალხში და ვითომ ეს დაძაბულობა ეს სალომე რო სულ იძახდა რომ მე პრეზიდენტი ვარ მე ვარ ლეგიტიმური აი სულ მაგას რო გაიძახ რატო გაიძახოდა რომ აი ამიტომ რომ მე აქ რო იდეაში რომ შევარდნილი იყვნენ ეგ უნდა რომ სალომე შეეყვანა და მე ვარ და ეს რო არ მოხდა სალომე გაემიჯნა მე ამათ სალომე მგონი დასინა ესენი ვაფშე ხო ესეთი სამარცხინოები და ესეთი არასწორები არიან აღარ მიდის ახალხლისთან ახლოს რომ ისე ჩიტება თორემ ეგ რა რა ბოროტებთან გვაქვს აქ და იმათო გადაუბუგეს სუპერ ბანძებთან იმათო გადაუბუგეს ისინი რა სუპერ ბანძები ქალაქში რე მოახდინეს დაუწეს ნეპალის დროშებს რო ათრიფრიალებდნენ იცი ეგ ადამიანახია ეგ ნეპალელი мама იქ წამოწოლი რა ნეპალის დროშით ნეპალში ნეპალის პროცესები ზუსტად იგივე პროცესებია და იგივე დაფინანსებები ზუსტად ნეპალში აირაი და ნედი და USAID ეს ხალხი აფინანსებდნენ იქაც არასამთავრობოებს და ჩვენთან პროცესი იგივეა ყველგან ნეპალი არის ინდოეთსა და ჩინეთს შუაში ანუ შუაში არის რა ეხა ჩინეთი და ინდოეთი ამერიკას როგორ ანუ ეხა ხო შეიცვალა პოლიტიკური რაღაცა ანუ ჩინეთი და ინდოეთი რაღაცა ამერიკის უკვე მოწინააღმდეგებად ითვლებიან რაღაც ბევრ საკითხებში ეს ნეპალი უნდათ ამის კონტროლისთვის რა შუაში რაღაცა კერები ქონდეთ და რაღაცა კონტროლის საშუალებები ქონდეთ როგორც ღებს აკონტროლებენ ინდოეთს უკონტროლებენ ჩინეთს ყველა ანუ სხვა ამერიკელები აკონტროლებენ ავსტრალიასთან და ავსტრალიამ ინგლისმა და ამერიკამ რაღაცა ის შეექმნეს რაღაც ორგანიზაცია რომელიც მან კონტროლი მიდის ღების მოკლედ აი ყველაფერი ერთნაირია ყველგან ჩვენთანაც აქაც ეს ამის კონტროლი უნდათ ისიც ჩინეთიდან და ინდოეთი და რუსეთი და ირანიდან გამომდინარე აქაც მაგიტო ხდება იქაც მაგიტო ხდება ევროპაშიც მაგიტო ხდება ეს ყველაფერი რომ სიტუაციები არ შეიცვალოს და პოლიტიკაში არ მოვიდნენ ისეთი ლიდერები რომლებიც ჩვენ ანუ ემთხვევა ჩვენ პოლიტიკაზე არავინ ყველა ხაზგასმით იძახს რომ სუვერენული ქვეყნები ვარ და თქვენ პოლიტიკაში არ ჩავერევი და ეს ამის ანუ ეს რო არ მოხდეს ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ყველგან AfD-საც რას უშვებიან იქ ლეპენს და ასე შემდეგ აკრონს ვაფშე მინუსებშია მაგას ეს დავამატებ რა ეხლა თემატურად გამოსდა აი ლეპენი რო თქვი ყველაზე მეტად სამარცხვინოები არიან ქალები რომლებიც ხარდაჭერას იმას რა ვქი მაგალითად ლეპენს არ უცხადებენ რა და მარი ლეპენი რა მდგომარეობაში წაი და აუკრძალეს დაიჭირეს ყველაფერი უქნეს ხალხს ესენი ზიან და ეგ აწყობთ და მან და ვერაფერს ვერ ხედავენ ცუც და თავის თავს როცა ეხება ვიღაცა სწორად როცა ეხებიან თან მაშინ არიან პანიკაში თქვენი სანაგის სტანდარტები რა ვთქვით და მაგიტომაც ხართ რომ ვერასოდეს წინ ვერ წახვალთ კი არა სულ თქვენი გზა ამისფერ იქნება უკან და უკან მარი ლეპენი არის პრო-რუსი ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის პრო-რუსული მორჩა ეს ქრისტიანული აზრით ჩვენი ანუ ჩვენ მართლმადიდებლები ხო ჩვენ და რუსები და იქაც რაღაცა თანხმდრაში თუ რაღაცას ვიტყვით რომ კაი ამინდია და იქაც კაი ამინდიან რაღაცა რელიგიური რაღაც თანხმდრები ხო არის ერთი ეს არა დაუწმუნდი მაგაში რომ ეზიზღებათ ქვეყანა ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ ამის ამოღების უფლება ეს მაგას გადავ და მაგას ვიტეხი პუტინ აი ხო ხევსს აბრალებენ პუტინი იგივეს ლაპარაკობს რასაც თქვენ და რაღაცა რა და
აი პუტინი რო გამოვიდა კაი ამინდიაო რო თქვას და ანუ ჩვენს რო გამოვიდა არა ამათან ცუდი კაი ამინდია და მართლა კაი ამინდი იყოს ანუ ეს რამე ის არის რა ქვია ძალიან პადოშელი არიან პრორუსები გამომდივართ მაგ დროს ყველაფერი გამოხონდა თონიკე შენ მაგაზე არ არის რა დღეს უკვე ისეთი ცხოვრება რაც უნდათ იმას გამოგიყვანენ ეგრე მაგათ ვინ უსმენს კაი რა მაგათია ეს ვარი ბლა 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 ტიპები არიან და პროსტა რაღაცებს იჭაჭებიან და იმაშვებიან და ეგ გამოჩნდა ყველაფერი რა და როგორ და რანაირად და კაი всё მოკლედ დღეისთვის მეგონი საკმარისი იყო შვენიურად რავი მოვიფხანე გული და იმდენი მაქვს კიდე სალაპარაკო თქვენ რო იცოდეთ პროსტა რავი მართლა მეზარება თქვენი დავიღალე უკვე რა ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ვთხოვთ და შევახსენებთ რომ გამოგვიწერეთ გამოწერის ღილაკს დააჭირეთ ასევე რაც როგორც შეგიძლიათ და რანაირად შეგიძლიათ ერთმანეთში გაავრცელეთ თქვენ მეგობრებს აჩვენეთ ჩვენი გადაცემა შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს მოიწონოს და ჩვენი მაყურებელი გახდეს ის და რავი დაგვეხმარით ჩვენი მაყურებლები თუ ძალიან არ შეწუხდებით ამით უმორჩილესად გთხოვთ რომ არ დაიზაროთ გამოწერა არც TikTok-ზე არც YouTube-ზე აი არსად მართლა ერთი წუთის ამბავი არის თქვენთვის და ჩვენთვის ძალიან ბევრის და მოკლედ დიდი მადლობა ყურებისთვისაც მხარდაჭერისთვისაც აი ამ ყოველთვის თბილი კომენტარებისთვის და ყოველთვის თბილი სიტყვებისთვის რაც აი მართლა იმიტომ ვართ ესე რომ აი მაგხილა ძალას ვგზავნოთ მაგინა რომ ესე მოგწონთ და ესე გსიამოვნებთ ჩვენი გადაცემები და ჩვენ კიდე გპირდებით რომ ესე გავაგზავნებთ და უფრო დავიხოცებით რა მოკლედ დიდი მადლობა თორნიკე დიდი მადლობა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებდით იმედია მოგეწონათ ჩვენი გადაცემა დროებით